მოდი ასეთი სურათი წარმოვიდგინოთ. ზიხართ მანქანაში, ხო? და მიქრი ხართ საკმაოდ მაღალი სიჩქარით. კი. გაზის სატერფულს ფეხს ბოლომდე აჭერთ, მაგრამ აი წინ საქარე მინაში სართოდ არ იყურებით. ანუ მთელი თქვენი ყურადღება გადატანილი ყავთ მხოლოდ და მხოლოდ უკანა ხედვის სარკეზე. ეგ ძალიან სახიფათოა. ნამდვილად და თან ძალიან გიკვირთ და ბრაზობთ, რატომ ეჯახებით გამუდმებით წინაღობებს, ხო, რატომ იმტვევა ეს მანქანა და რატომ ვერ მიდიხართ დანიშნულების ადგილამდე? ასეთ დროს ავარია უბრალოდ გარდაუვალია. ეს, რა ვიცი, მხოლოდ დროის ამბავია, სანამ რაღაც საბედის წეროს არ შეეჯახები. ზუსტად. და აი სწორედ ამ საზოგადოებრივ ავარიას და მის გამომწვევ მიზეზებს ვაანალიზებთ დღეს ჩვენ სიღრმისეულ განხილვაში. დღეს ჩვენს სამუშაო მაგიდაზე გვიდევს თეოფილე მალაქიას, იგივე რევაზ ბაქრაძის საკმაოდ ვრცელი და უკიდურესად პროვოკაციული YouTube მონოლოგი. კი, დაახლოებით 2 საათიანი მასალაა. ხო და უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მარკივი მოსასმენი ტექსტი, ის მოიცავს თანამედროვე ქართული საზოგადოების, ეკლესიის, პოლიტიკასა და ზოგადად ადამიანური ბუნების ძალიან რადიკალურ კრიტიკას. კი, ასეა. და სანამ უშუალოდ დეტალებში შევალთ, აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ თქვენ ჩვენო მსმენელო. დღევანდელი მასალა შეიცავს უმწვავეს პოლიტიკურ და რელიგიურ ბრალდებებს. ძალიან მწვავეს. ნამდვილად. და ჩვენი მიზანი აქვს საერთოდ არ არის იმის მტკიცება ავტორი მართალია თუ არა. ანუ ჩვენ არ ვიჭერთ არც ერთ მხარეს, არც ვიზიარებთ და არც უარყოფთ მის შეხედულებებს. კი ბატონო, ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ. ზუსტად. ჩვენი მისია რომ უბრალოდ შეგიწყვეთ ამ ემოციურ და რთულ ტექსტში და გაჩვენოთ რა ლოგიკით აზროვნებს ავტორი, როგორ აკავშირებს ის მოვლენებს ერთმანეთთან. და რა ფილოსოფიური გზავნილების გადმოცემას ცდილობს, ხო? ანუ ჩვენი ამოცანა გაგიშიფროთ არა მხოლოდ ის, თუ რას ამბობს ავტორი, არამედ რატომ ამბობს ამას. მოდი პირდაპირ დაუბრუნდეთ ჩემს საწყის ანალოგიას უკანა ხედვის სარკეზე. ავტორის ერთ-ერთი მთავარი თეზისი სწორედ ეს არის. ის ამბობს, რომ ქართველი ერი ფაქტობრივად ისტორიაშია გადავარდნილი. დიახ, ეგ ტერმინი აქვს გამოყენებული. ხო, და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ანუ ნაცლად იმისა, რომ საზოგადოება ანალიზებდეს ბოლო 30 წლის რეალურ, მძიმე, პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებს. მაგალითად, რატომ ვართ ღარიბები? კი, ან რატომ ვერ ვაშენებთ გამართულ ინსტიტუტებს. ამის ნაცლად ჩვენ ვიკვებებით უძველესი ისტორიის მითებით. აი 8000 წლიანი ღვინის ისტორია, შუმერებთან ნათესაობა და ასე შემდეგ. მაგრამ მოიცა, აქ მინდა ცოტა შეგეკამათო. ანუ უпроსწორად, ავტორის ლოგიკა დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. გისმენთ. ანუ განაც სუდია, რომ ერს თავისი წარსული უყვარდეს და ამით ამაყობდეს. რა ვიცი, რატომ მიიჩნევს ავტორი ამას კრიზისად? ანუ ეგ ძალიან ლოგიკური კითხვაა. იცით რა, ავტორი არ ამბობს, რომ ისტორიის ცოდნაა თავისთავად ცუდი. ის პრობლემას ხედავს იმაში, თუ რა ფსიქოლოგიური ფუნქცია აქვს ამ ისტორიას დღეს ჩვენთვის. ანუ ეს არის კლასიკური ესკაპიზმი. ანუ რეალობიდან გაქცევა. ზუსტად. დაფიქრით, აწმყო არის ძალიან რთული. ის მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას, შრომას, შეცდომების აღიარებას. გადასახადების გადახდას. კი, და კორუფციასთან ბრძოლას. და როდესაც რეალობა იმდენად მძიმეა, რომ მასთან გამკლავება გიჭირს, წარსულის რომანტიზაცია ხდება ერთგვარი კომფორტის ზონა. ანუ უფრო ადვილია თქვა, რომ აი ჩვენ ვეფხისტყაოსნის დამწერები ვართ, ვიდრე აღიარო, რომ დღეს ელემენტარულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ. კი ბატონო, და ავტორი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალიზმს მასიურად გაურბის. მისი აზრით, წარსულის ეს პერმანენტული რომანტიზაცია ერთგვარ თავდაცვის მექანიზმად იქცა, რამაც, საბოლოო ჯამში საზოგადოების გამოთაყვანება გამოიწვია. მძიმე სიტყვა. კი, მაგრამ მისი ლოგიკა ასეთია. როცა შენი იდენტობა მხოლოდ იმას ეფუძნება, თუ ვინ იყვნენ შენი წინაპრები 1000 წლის წინ, შენ სოულად კარგავ აწმყოში ადეკვატური მოქმედების და მომავლის დაგეგმვის უნარს. ხო, ანუ უკანა ხედვის სარკეში ყურება სასიამოვნოა, რადგან იქ ყველაფერი უკვე მომხდარი და დიადია. მაგრამ წინ გზაზე არსებულ ორმოებს ვეღარ ხედავ. ნამდვილად.
კარგი. დაუშვათ საზოგადოება მართლაც უარი თქვა აწმყოზე, მაგრამ სად მიდიან ეს ადამიანები? ფიზიკურად ხომ აქ ხართ, ხო? წყაროს მიხედვით ეს გაქცევა მხოლოდ ისტორიით არ შემოიფარგლება. კი, იქ სხვა მიმართულებებიცაა. ხო, ავტორის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი გადაეშვება ფსევდორელიგიურ მისტიკასა და ფსევდომეცნიერებაში. და აი აქ ავტორს მოჰყავს ისეთი სპეციფიკური, თითქმის სიურეალისტური მაგაითები, რომ თავიდან გონია ხუმრობს. ალეკო ცინცაძეს გულისმობთ. ხო, ზუსტად. ის საუბრობს ვიღაც ალეკო ცინცაძეზე, რომელიც თურმე დილის 4 საათზე იღვიწებს და უცხო პლანეტელებს ელაპარაკება, თან როგორ იცით, ქართულ ენაზე რაღაც ლინგვისტიკურ ფორმულებს ადგენს და ისე. ანუ ეს ხო აბსურდია. ამას მასობრივ ფენომენთან რა კავშირი აქვს? ერთი შეხედვით ეს მართლაც შეიძლება მარგინალურ კომიკურ შემთხვევად მოგვეჩვენოს, მაგრამ ავტორი ამას იყენებს როგორც სიმპტომს. რისი სიმპტომია ეს? ბევრად უფრო დიდი და საშიში ტენდენციის. ის ამას უწოდებს ენის კერფთაყვანის მცემლობას. ანუ ალეკო ცინცაძის მაგალითი არის უბრალოდ უკიდურესი გამოვლინება იმისა, რაც საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული. გავიგე. რწმენა, რომ ქართული ენა არა უბრალოდ საკომუნიკაციო საშუალება, არამედ რაღაც მაგიური, მისტიკური კოდია. აი, ზუსტად აქ მინდოდა მოვსულიყავით. წყაროში ნახსენებია ტერმინი გემატრია. მოდი, კარგად აუხსნათ ეს ცნება თქვენ, ვინც ახლა გვისმენთ. ავტორი საუბრობს იმაზე, თუ როგორ იღებენ ადამიანების სიტყვებს, მაგალითად სიტყვა ღმერთს. კი. შლიან მას ასოებად ღ, մ, ე, რ, თ, ი და მერე ამბანში ამასოების რიგითი ნომრის მიხედვით რაღაც მათემატიკურ, მისტიკურ ჯამს იღებენ. ხო, ეგ საკმაოდ პოპულარულია ზოგ წრეში. და ამასთან დაკავშირებით, მთავარ არგუმენტად ყოველთვის მოჰყავთ იოანე ზოსიმეს ცნობილი ტექსტი „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა“. კონკრეტულად კი ფრაზა „ენასა შინა დამარხულარს“. ანუ ხალხი ამას იგებს ისე, თითქოს ამბანში ფიზიკურად არის ჩამარხული სამყაროს საიდუმლო. ზუსტად. მაგრამ აი თუ ავტორის ლოგიკას გახვევით, აქ ხო უზარმაზარი წინააღმდეგობაა. თუ ენა ასეთი მაგიურია, ასეთი ყოვლის შემძლეა და მასში ყველა საიდუმლოა დამალული, მაშინ რატომ იყო ეს ჩვენი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში უხეშად რომ თქვათ, წერა-კითხვის უცოდინარი? რატომ ვერ მოგვიტანა ამ მისტიკამ ელემენტარული განათლება? ეგ იდეალური კითხვაა და ავტორი ზუსტად ამ პარადოქსზე ამახვილებს ყურადღებას. მისი ახსნა აქ ძალიან საინტერესოა როგორც ფსიქოლოგიური, ისე თეოლოგიური კუთხით. რას ამბობს? ის ხსნის, რომ იოანე ზოსიმეს ტექსტი არის წმინდა წყლის სასულიერო პოეზია. ეს არის უბრალოდ შეყვარებული ბერის, პოეტის, მიერ თავისი მშობლიური ენის მიმართ მიძღვნილი ემოციური ოდა. და არა და ვინჩის კოდი. ზუსტად. არა რაიმე მათემატიკური რებუსი ან საიდუმლო კოდი. ანუ ჩვენ მეტაფორა პირდაპირი მნიშვნელობით გავიგეთ. კი, ბატონო. და ავტორი, როგორც ქრისტიანული პერსპექტივიდან მოსაუბრე ადამიანი, ამბობს, რომ ენის ასეთ გაღმერთებას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში ეს არის პაგანიზმი, წარმართობა. საინტერესოა. რატომ ფიქრობს ასე? იმიტომ, რომ ნამდვილი რელიგია და ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა მოითხოვს პიროვნულ ტრანსფორმაციას. მოითხოვს მორალულ პასუხისგებლობას, შენს ქმედებებზე პასუხისგებას. ამის ნაცვლად ბევრად მარტივია აიღო ამბანის ასოები, შეკრიბო ციფრები და თავი დაიმშვიდო, რომ შენ უკვე ფლობს სამყაროს საიდუმლოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ენაზე საუბრობ. კი, ზუსტად. ეს არის კიდევ ერთი ილუზია, რომელიც გვაშორებს რეალობას. ჩვენ პოეზია ვაქციეთ კერპად. გასაგებია. მაგრამ აი თუ საზოგადოება ასე ღრმად არის ჩაძინებული ამ ისტორიულ და მისტიკურ ილუზიებში, ლოგიკურად ჩნდება კითხვა. ვინ უმღერის მათ ამ იავნანას? ხო. ვინ ინარჩუნებს ამ ილუზიას, ხო? და სწორედ აქ გადადის წყარო თავის ყველაზე მძიმე, სენსიტიურ და ალბათ ბევრისთვის შოკის მომგვრელ ნაწილზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენ, ჩვენ მსმენელო, რომ ჩვენ ახლა მხოლოდ ვაანალიზებთ ავტორის მტკიცებულებებს. ნამდვილად. არ ვამბობთ, რომ ეს აბსოლუტური ჩეშმარიტებაა. ზუსტად. მოკლედ, ავტორი პირდაპირ ესხმის თავს იმ ინსტიტუტს, რომელიც მისი აზრით ამ ცრურწმენებს 10 წლეულების განმავლობაში მართავდა და ახალისებდა. ის საუბრობს საქართველოს ეკლესიაზე და კონკრეტულად გარდაცულ პატრიარქზე ილია მეორეზე.
დიახ, ეს არის ტექსტის ყველაზე რადიკალური ნაწილი. ავტორი ფაქტობრივად უარყოფს პატრიარქის როგორც სულიერი და ეროვნული ლიდერის სტატუსს. და უფრო მეტიც ის ამტკიცებს, რომ პატრიარქი 1967 წელს პირდაპირ კრემლის მიერ იყო დანიშნული და მას უწოდებს საბჭოთა პარტკომს, ანუ პარტიული კომიტეტის მდივარს უბრალოდ რელიგიურ სამოსში. ძიმე ბრალდება. კი. მოდი ეს კარგად განმართოთ. რა არგუმენტს აშენებს ავტორი ამ ხელა ბრალდების გარშემო? რა იყო მისი აზრით ამ დანიშნის მიზანი? ავტორის ლოგიკა ერყდნობა ცივი ომის დროინდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტს. მისი მტკიცებით, საბჭოთა უშიშროებამ, ანუ სუკმა, იცოდა, რომ ეროვნული მუხტის სრულად ჩახშობა შეუძლებელი იყო. კი. ამიტომ მათ ჭირდებოდათ ფიგურა, რომელიც ამ ენერგიას გააკონტროლებდა და მიმართავდა უსაფრთხო კალაპოტში. ანუ დავალება რა იყო? ავტორის თქმით, მთავარი დავალება იყო ქართული საზოგადოების ევროპული დასავლური სივრციდან იზოლაცია და მათი მოქცევა ერთგვარ რუსულ მართლმადიდებლურ მორჩილ სივრცეში. და ამის დასამტკიცებლად ავტორს მოჰყავს კონკრეტული ისტორიული ტრაგედიები. მაგალითად, 1983 წლის თვითმფრინავის გამტაცებელი ახალგაზრდების საქმე და ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ისტორია. კი. მოდი ჩვენს მსმენელს რომ შევახსენოთ კონტექსტი. თვითმფრინავის საქმე იყო შემთხვევა, როცა ახალგაზრდების ჯგუფმა სცადა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა თვითმფრინავის გატაცებით, რაც როგორც ვიცით, სისხლიანი შტურმით და მათი შემდგომი დახვრეტით დასრულდა. ძალიან მძიმე ისტორია. ნამდვილად. ნაზი შამანაური კი იყო ჟურნალისტი, რომელმაც საბჭოთა კორუფცია ამხილა. და ამის გამო ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს, სადაც ფაქტობრივად წამებით მოკლეს. რატომ მოჰყავს ავტორს ეს ორი კონკრეტული მაგალითი? ავტორი ამ მაგალითებს იყენებს არა უბრალოდ ისტორიის გასახსენებლად, არამედ იმის საჩვენებლად, თუ რას აკეთებდა ეკლესიის ლიდერი ამ უმძიმესი მორალური კრიზისების დროს. ის ადანაშაულებს პატრიარქს სრულ დუმილში. ანუ ხმა არ ამოუღიაო? ხო, ავტორის თქმით, როდესაც ერს ყველაზე მეტად ჭირდებოდა სულიერი ლიდერის ხმა, რომელიც წინაუგდებოდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას, ის დუმდა და ირიბად ამართლებდა სისტემას. გასაგებია. ეს ავტორის ლოგიკით არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ინსტიტუტი ემსახურებოდა სახელმწიფოს და არა ღმერთს ან ხალხს. ანუ თუ რამე ანალოგიით შეგვიძლია ეს აუხსნეთ, ეს არ არის უბრალოდ საბჭოთა მატრიცაში დარჩენა. ეს უფრო ჰგავს იმას, რომ ქარხანამ, რომელიც მანამდე კომუნისტურ მორჩილ მოქალაქეებს უშვებდა, უბრალოდ აბრა გამოცვალა. აი, ნამგლისა და უროს ნაცვლად ჯვარი დაიკიდა, მაგრამ საწარმოო ხაზი იგივე დარჩა. ზუსტად, ისე უშვებს სისტემისადმი მორჩილ, კრიტიკული აზროვნების არ მქონე ადამიანებს. მაგრამ იცი რა? აქ ერთი ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხდება თვალში და ავტორის ლოგიკამ ამას პასუხი უნდა გასცეს წესით. აბა, თუ ეკლესია მართლაც ასეთი მანიპულაციური იარაღი იყო და მისი ლიდერი უბრალოდ საბჭოთა ფუნქციონერი, მაშინ როგორ ავხსნათ ის უზარმაზარი მასობრივი გლოვა მისი გარდაცვალების შემდეგ? რატომ მიდიოდა მილიონობით ადამიანი მის პანაშვიდზე გულწრფელი ცრემლებით? ანუ თუ ეს ყველაფერი ტყუილია, ამდენ ადამიანს როგორ მოატყუებ? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ავტორი არ გაურბის ამ კითხვას პირიქით. ის სწორედ ამ მასობრიობას მიიჩნევს თავისი თეორიის დასტურად. მართლა? კი. ის ამ გლოვას არ აღიქვამს როგორც ინდივიდუალური გააზრებული სულიერი კავშირის შედეგს. ავტორისთვის ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიური ფენომენი, ჯოგური ინსტინქტი და მასობრივი ინდოქტრინაციის შედეგი. მას მოყავს ძალიან საინტერესო დაკვირვება. ერთ-ერთმა მოზარდმა თქვა, რომ ხალხი პანაშვიდზე მიდიოდა არა იმდენად სულიერი მოთხოვნილებით, არამედ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. აი, როგორც აღდგომის ღამეს ხდება ხოლმე ტაძრებში, როცა ნახევარი უბანი ერთმანეთს ესალმება და ფოტოებს იღებს. დიახ, ზუსტად ეგ მაგალითი მოყავს ავტორს. ის იხსენებს ტაძრებში არსებულ ყარყანს, მობილურებით ფოტოების გადაღებას და ერთგვარ სოციალურ პერფორმანს აღდგომის ღამეს. ხო, ეგ ნაცნობი სურათია.
ავტორი ხსნის, რომ ადამიანებს ეშინიათ იზოლაციის. ანუ თუ ყველა მიდის, შენც უნდა წახვიდე, თორემ საზოგადოება გარიყავს. ეს ქცევა ნაკარნახევია შიშითა და სოციალური კონფორმიზმით, იმპერატივით, რომ აი ასეა მიღებული და არა პიროვნული ინდივიდუალური რწმენით. გამოდის ის მასობრივი გლოვაც? ავტორის ანალიზით, უფრო საზოგადოებრივი ვალდებულების მოხდა იყო, ვიდრე ღრმა სულიერი აქტი. ძალიან ძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. ანუ გამოდის, რომ პოლიტიკა ილუზიაა, ისტორია თავშესაფარია, ენა კერპია და ეკლესია კონტროლის მეხანიზმი. ასე გამოდის წყაროს მიხედით. მაგრამ მოდი, ამ მაკროდონიდან, პოლიტიკიდან და ინსტიტუციებიდან ჩამოვინაცვლოთ მიკროდონეზე, ანუ თითოეულ ჩვენგანზე. იმიტომ რომ ავტორი საბოლოოდ მაინც პრობლემის საწყისთან მიდის, ხო? კი. რატომ ვართ ასე ადვილად მანიპულირებადები? რა არის ჩვენი ადამიანური ტრაგედიის საფუძველი? ავტორი ამბობს, რომ ეს არის ცოდვა და ჩვენი სურვილების დამახინჯება. და ამის ახსნელად ის იყენებს ადამისა და ევას ისტორიას, ოღონდ ძალიან უცხო, შემოქმედებითი კუთხით. ნამდვილად, ეს ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური ნაწილია. ჩვენ შეჩვეულივანთ პირველი ცოდვის აღქმას უბრალოდ როგორც ურჩობის აქტად. ანუ ღმერთმა აუკრძალა, მათ მაინც შეჭამეს. კი ბატონო, ეგრე ვიცით. მაგრამ ავტორი ამ პროცესის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მექანიზმს შლის. ის ხსნის, რომ პირველი ცოდვა დაიწყო ესთეტიკის დამახინჯებით. ეგ როგორ? ევამ დაინახა ხე და ის ესთეტიკურად ლამაზი იყო. მაგრამ ეს წმინდა ვიზუალური სილამაზით ტკბობა წამიერად გადაიზარდა მისი დაუფლების, შეჭმის ფიზიოლოგიურ ჟინში. მოდი ეს კარგად აუხსნათ მსმენელს ყოფითი მაგალითებით, როგორც წყაროშია. აი, წარმოიდგინეთ, მიდიხართ წვეულებაზე და ხედავთ ულამაზესად, აი, ხელოვნების ნიმუშივით გაწყობილ სუფრას. კი? პირველი რამდენიმე წამი თქვენ მას უყურებთ, როგორც ესთეტიკურ ქმნილებას, გაფასებთ სილამაზეს. მაგრამ ძალიან მალე ეს ესთეტიკა ქრება, გეწყებათ ნერწყვის დენა და გიჩნდებათ ერთი ცხოველური სურვილი. რომ დაეუფლო და შეჭამო. ზუსტად. გაანადგუროთ, ანუ შეჭამოთ ის. ან კიდევ უფრო მძიმე მაგალითი რო ავიღოთ, ხედავთ ძალიან ლამაზ ადამიანს. წმინდა ესთეტიკური უანგარო აღფრთოვანება უცებ იცხვება მისი ფიზიკური ფლობის მithვისების ეგოისტური სურვილით. სწორედ ეს არის ადამიანური ბუნების მთავარი ტრაგედია ავტორის მიხედვით. ჩვენ დაუკარგეთ სილამაზის უანგარო დახქმის უნარი. ჩვენ გვინდა ყველაფერი მოვიხმაროთ, მივიკუთვნოთ კი. და დამახინჯებული სურვილის ყველაზე გენიალურ საილუსტრაციოდ მას მოუყავს მაგალითი ქართული ლიტერატურიდან. დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი. პლატონ სამანიშვილი. მოდი გავიხსენოთ კონტექსტი. პლატონი არის ადამიანი, რომელმაც მთელი ნაწარმოების განმავლობაში წვალობს და როდესაც ფინალში იბადება ახალი სიცოცხლე მისი პატარა ძმა, რა რეაქცია აქვს მას? ხო. წესით. ახალი სიცოცხლის დაბადება, ხომ აბსოლუტური, ესთეტიკური და სულიერი სიხარულის მომტანი უნდა იყოს. წესით კი, რა თქმა უნდა, მაგრამ პლატონი ბავშვში ვეღარ ხედავს ადამიანს, ის ხედავს მხოლოდ მეწილეს. მისთვის ეს ახალი სიცოცხლე არის პირდაპირი საფრთხე მისი მატერიალური კეთილდღეობისთვის. იმიტომ რომ ძმა ნიშნავს, რომ ქონება უნდა გაიყოს. ხო, ავტორი ამბობს, რომ ეს არის დაცემული, დამახინჯებული ადამიანური ბუნების კლასიკური სიმპტომი. სიხარბე და შიში კლავს ყველაზე ბუნებრივ და წმინდა გრძნობას სიყვარულს. ჩვენ ყველაფერს უყურებთ სარგებლის, მოხმარებისა და ფლობის პრიზმაში. და ახლა მინდა უშუალოდ თქვენ მოგმართოთ, ვინც გვისმენთ. უბრალოდ დაფიქრდით, რამდენად ხშირად მართავს თქვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს ეს ვიზუალური თუ მატერიალური სიხარბე. რამდენად ხშირად ვცვლით ნამდვილ ღრმა ადამიანურ ურთიერთობებს იმაზე, რაც უბრალოდ ლამაზად გამოიყურება, ან ჩვენს ეგოს კვებავს. ეს არის ის უმძიმესი სარკე, რომელსაც ავტორი წინ გვიყენებს. კი ბატონო. და აი თუ შევაჯამებთ ამ ძალიან კომპლექსური წყაროს მთავარ გზავნილს, ის საკმაოდ ნათელია. საზოგადოების გადარჩენა და გამოსავალი არ არის არც ტაძრებში რიტუალების მექანიკურ შიშზე დაფუძნებულ შესრულებაში. არც ისტორიულ მითებში დამალვაში. ზუსტად. და არც რომელიმე ავტორიტეტის იქნება ეს საერო თუ სასულიერო ბრმა მორჩილებაში. ავტორი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გამოფხიზდნენ ამ კოლექტიური ჰიპნოზიდან.
და რა არის მისი გამოსავალი? მისი აზრით, ერთადერთი გზა არის დაბრუნება პირველ წყაროსთან, რომელსაც ის ბიბლიას უწოდებს. თუმცა, არა როგორც კანონების ან მისტიკური კოდების კრებულს, არამედ როგორც ღმერთის მიერ ადამიანისთვის გამოგზავნილ 66 სასიყვარულო წერილს. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს სჭირდება ინდივიდუალური კრიტიკული აზროვნება. კი, ბატონო. ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული განხილვა მინდა დავასრულო ერთი ძალიან საინტერესო ლამაზი და ცოტა პროვოკაციული დეტალით, რომელიც ავტორმა წყაროს ბოლოსკენ ახსენა და რომელიც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაზეც ვისაუბრეთ ენასთან და სიყვარულთან. ავტორი ამბობს, რომ მსოფლიოში პირველი პოეტი იყო ადამი. დიახ. ის მომენტი, როდესაც ღმერთმა მას პირველად მიუყვანა ევა. ზუსტად ეგ, როცა ადამმა პირველად დაინახა ევა, მას არ დაუწყია მისი როგორც ნივთის მოხმარება ან ფლობა. ნამდვილად არა. ის არ მისულა მასთან ეგოისტური სურვილებით. მან შეხედა მას და წარმოთქვა პირველი ლექსი, პირველი პოეზია კაცობრიობის ისტორიაში. ეს კი არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. კი. ეს იყო სუფთა, გაურყვნელი და აბსოლუტურად უანგარო სიყვარულის გამოხატულება. ანუ ენა დაიბადა არა როგორც იარაღი, არამედ როგორც სიყვარულის მელოდია. ძალიან ლამაზი მოსაზრებაა. ხო, და აი აქ მიჩნდება საბოლოო კითხვა თქვენთვის. და მინდა ამაზე დღეს იფიქროთ. თუ კაცობრიობის ენა და პოეზია დაიწყო როგორც სუფთა, უანგარო სიყვარულის გამოხატულება, დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი სიტყვების რა ნაწილს ვიყენებთ სხვების დასახმარებლად, მათ გასაძლიერებლად და სიყვარულისთვის. და რა ნაწილს ვიყენებთ მათ გასაკონტროლებლად, დასამცირებლად, ან იმ საილუზიო სამყაროს შესაქმნელად, სადაც მხოლოდ უკანახედვის სარკეში ვიყურებით და რეალობას გაურვივართ. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად გაიარეთ ეს ურთულესი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინტელექტუალური მოგზაურობა. დროებით.